ერთდღიანი აქცია, რომელიც კლინიკურ საავადმყოფოში გაიმართა და პაციენტების ნევროლოგთან, კარდიოლოგთან, თერაპევტთან და რადიოლოგთან უფასო ვიზის გულისხმობდა, ინსულტის საერთაშორისო დღის აღნიშვნას მიუძღვნა კორპორაცია EVEX-მა. ინსულტის პრევენციის მიზნით მოწყობილი კონსულტაციები შესაბამისი ინსტრუმენტალური, ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევებით ჩატარდა. საკუთარი ჯანმრთელობის გამოკვლევის მიზნით კლინიკას ბევრმა პაციენტმა მიაკითხა. ინსულტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩატარდა უფასო კონსულტაციები ნევროლოგის, კარდიოლოგის, თერაპევტის, რადიოლოგიური კვლევები ჩატარდა, ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა. ნევროლოგიური კონსულტაციები სადღაც საშუალოდ 60-მდე პაციენტს ჩაუტარდა, თუმცა პაციენტები ჯერ კიდე არიან და გრძელდება ეს კონსულტაციები, ანალოგიური დატვირთვიანობა ჰქონდა სხვა სპეციალისტებსაც. ინსულტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი მესამე ადგილზეა სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის. სპეციალისტების განმარტებით, ინსულტი თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლაა და მისი განვითარების რისკ ფაქტორებს ასაკის 60 წლიდან მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გულის დაავადებები და ცხოვრების არაჯანსაღი წესი წარმოადგენს. ნევროლოგიური პრობლემები საერთოდ მჭიდრო კონტაქტში არის კარდიოლოგიურ პრობლემებთან, აქედან გამომდინარე პაციენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოხვდა კარდიოლოგთანაც ვიზიტზე. თვითონ ინსულტი თავისთავში მოიცავს მულტიდისციპლინარული გუნდის მუშაობას, რომელშიც შედის კარდიოლოგიური. აქედან გამომდინარე ნევროლოგიურ პაციენტებს ხშირად აღენიშნებათ კარდიოლოგიური პრობლემები, შესაბამისად მოსახლეობას მივცემთ რჩევას, რომ ამ ორი სპეციალისტის კონსულტაცია ხშირად ჩაიტარონ. იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში ჩატარებული აქციის მსვლელობისას განსაკუთრებით მძიმე და გადაუდებელი შემთხვევებზე ქუთაისელ კოლეგებთან ერთად გერმანიაში მოღვაწე ცნობილი ქართველი ექიმი, ესენის უნივერსიტეტის პროფესორი ზაზა კაცარავა სკაიპის საშუალებით ატარებდა კონსულტაციებს. აქციის ფარგლებში ბევრმა ადამიანმა მიიღო ექიმთა ჯგუფის უფასო კონსულტაცია. შემთხვევით გავიგეთ, რომ იყო უფასო კონსულტაციები, მივედით, გავიარეთ რეგისტრაცია და ველოდებოდით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირადად ჩემთვის და მარტო ჩემთვის კი არა, ალბათ საქართველოსთვის ყველასთვის, იმიტომ რომ არ არის იმდენად ხელმისაწვდომი ექიმთან მისვლა არ ჯდება იმდენი, რამდენიც მე მედიკამენტები, მაგრამ ჩემთვის ხელმისაწვდომია ძალიან ესეთი აქციები და ხშირად თუ ჩარტარდება, უფრო უკეთესი იქნება, რა თქმა უნდა. მიუხედავად იმისა, რომ ინსულტი მსოფლიოში ადამიანთა ავადობისა და სიკვდილის გამომწვევი ყველაზე ხშირი მიზეზია, ექიმების აზრით მისი პრევენცია შესაძლებელია. იცხოვრეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესით, ნუ მოიხმართ თამბაქოსა და ალკოჰოლს ჭარბად, აკონტროლეთ წონა, ქოლესტერინი, შაქრიანი დიაბეტი, გაუფრთხილდით გულს და საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად დროულად მიაკითხეთ ექიმს.